გაცრავად. თქვენ რა ინფორმაციას გქონთ პატრონები სად არის გადაყვანილი? არა, ამჟამად არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. იმ ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართეთ ჩვენ სამინისტროს პრესს, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. გადაყვანილი სად არის? არ ვიცით გენაცვალეთ. ბოდიშგირთით. რამდენი ხანია რაც დააყენეს? აზრი არა ვარ, სად არის, სად თუ დაკავებულია. მიმართეთ პრესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბატონო, არა ხარ, ერთი წუთი და უბრალოდ ერთი მიწაი. თქვენი სტატუსი გვანდა. საბუთი წარმოვიდგინე. ხარ დიდებია ეგეთი. გადაიღებული. თქვენ ვიხარ. შემატყობ თქვენ ცხოვრება. მიაკითხეთ პრესს, ხო? მოქალაქის შეკითხვა რა უნდა პოლიციაში? რა ვითარებაში მოხდა დღეს იყო მორიგე თვითონ მუშაობდა სამავტოყუში მთავარი ექიმი არის და მე გავიგე დაახლოებით საათნახევრის წინ თვითონ გინის გასაჩხრეკად მოვიდა პოლიცია და როგორც ვიცი გამოიყვანეს სამავტოყიდან რომ ჰქონდათ ცოტა ხნით საქმე და დაურეკეს სხვა ქირურგს რომელიც თან მოსულიყო. უნდა დავაპატიმროთ ასეთი რომ გინახავთ? ხახში როცა მოვიდნენ ჩხრეკაზე რა გითხრეს რის გამო ჩხრეკდნენ სახლს? მაშინ გავიგე პირველად სასაცილო ბრალდება არის რომ წარმოიდგინეს ეს ორდერი რომ ბრალი ედება რაღაც ეგრეთ წოდებულ ტრანსფორმატორის მოპარვაში რაც აბსოლუტურად რავი სასაცილო არის ტრანსფორმატორი მოპარული. არ ვიცი თან თუ მოგეცათ საშუალება რომ ამას დალაპარაკებოდეთ. მომეც საშუალება, მაგრამ ვერ გავიგე თქვა სად იყო, გასში იყო თუ გორში იყო გადმოყვანილი. უბრალოდ დამალაპარაკეს. ბატონი ბეგი თათრიშვილი დაკავებულია კასპიის სამმართველოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აგრიშვილი დანაშაული აგრიშვილი მუხლი ითვალისწინებს 97 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, კერძოდ საუბარია პირთა ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტზე, ქურდობა ეხება გენერატორს. როგორც ამ ეტაპზე ჩემთვის არის ცნობილი, შემდგომ როდესაც შევხვდები და ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს, მოგახსენებ დეტალებზე. გადაყვანილი სად არის? ამ ეტაპზე ამჟამად იმყოფება გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მიმართეთ პრესს.